Hi there. Thank you for your time. მოგესალმებით. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისა და მასპინძლობისთვის. ძალიან მიხარია თქვენთან სტუმრობა. მინდა რომ ჩვენი საუბარი მსოფლიოს საგანმანათლებლო სისტემით დავიწყოთ. დღეს მშობლებს, როგორც არასდროს, აქვთ ძალიან დიდი არჩევანი შულებისთვის საუკეთესო საგანმანათლებლო გარემოს შესარჩევად. თქვენი აზრით, რას ნიშნავს მსოფლიო დონის განათლება და რა პრინციპებს ეფუძნება თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა მოსწავლეებისთვის აი ამ სტანდარტის შესათავაზებლად? კარგი კითხვაა. იცით, როდესაც მშობლებს ვესაუბრები, ხშირად ვეკითხები მათ, როგორ გსურთ რომ იყოს თქვენი შვილი 10 ან 15 წლის შემდეგ. ისინი არ საუბრობენ საგამოცდო ქულებზე. სინამდვილეში უფრო მეტად მათ ხასიათზე ამახვილებენ ყურადღებას. საუბრობენ თავდაჯერებულობაზე, რომელიც სურთ რომ მათ შვილს ჰქონდეს. სურთ რომ იყვნენ წარმატებულები, ჰქონდეთ სწორი მორალური ფასეულობები და ცხოვრებისეული მიზანი. ასე რომ, რასაც თბილისის ბრიტანულ საერთაშორისო სკოლაში ვთავაზობთ, არ არის მხოლოდ აკადემიური შედეგები. ეს არის პიროვნება, რომლის ჩამოყალიბებასა და განვითარებასაც ვცდილობთ. და როდესაც მსოფლიო დონის განათლებაზე ვფიქრობთ, ჩვენ სკოლას, სასწავლო გეგმასა და მოსწავლეების მიმართ მოლოდინებს სწორედ ამ პრინციპით ვქმნით ყველაფერში, რასაც ვაკეთებთ. იმ ოჯახებისთვის, რომლებიც არ იცნობენ ბრიტანულ სისტემას, როგორ აღწერდით საგანმანათლებლო გზას თბილისის ბრიტანულ საერთაშორისო სკოლაში ადრეული წლებიდან IGCSE-სა და A-level-ის ჩათვლით და თქვენი აზრით, რა ხდის მას ასე ღირებულს მთელ მსოფლიოში? ბრიტანული საგანმანათლებლო სისტემის და ვფიქრობ, კემბრიჯის საერთაშორისო სასწავლო გეგმის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარე ისაა, რომ იგი საგულდაგულოდ არის სტრუქტურირებული. წარმოიდგინეთ, 3 წლის ბავშვი მოდის ჩვენს ადრეული განვითარების კლასში და მაშინვე იწყებს სამყაროს შეცნობას, თამაშის, თანამშრომლობისა და კომუნიკაციის გზით. შემდეგ, როცა ეს ბავშვი იზრდება და პირველ და მეორე საფეხურზე გადადის, რაც 5-დან 11 წლამდე ასაკს მოიცავს, ის რა თქმა უნდა სწავლობს ძირითად საგნებს. ენას, მათემატიკასა და მეცნიერებას. მაგრამ პარალელურად უკვე იწყებს კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემების გადაჭრის გზების ძიებას. შესაბამისად, როდესაც მოსწავლეები IGCSE-სა და A-level-ისთვის ემზადებიან, ისინი მარტო ცოდნას კი არ იღებენ, არამედ მთავარია ის, თუ როგორ აზროვნებენ. A-level-ი სწორედ ამიტომ არის ასე ცნობილი. ის არ მოითხოვს ინფორმაციის უბრალოდ დაზეპირებასა და გამეორებას. ეს პროგრამა ბავშვებს უბიძგებს იაზროვნონ შემოქმედებითად და განავითარონ კრიტიკული უნარები. ამიტომ, როდესაც მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები სხვადასხვა საგანმანათლებლო სისტემას აკვირდებიან, მათ ზუსტად იციან, რომ ადამიანები, რომლებმაც A-level-ი გაიარეს, საოცრად კარგად არიან მომზადებულები ნებისმიერი გამოწვევისთვის. წამყვან უნივერსიტეტებში მოსახვედრად დღეს მხოლოდ მაღალი ნიშნები საკმარისი აღარ არის. როგორ ეხმარება თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა მოსწავლეებს ისეთი პროფილის შექმნაში, როგორცაც საუკეთესო უნივერსიტეტები ეძებენ? სრულიად გეთანხმებით. ჩვენ ხშირად ვეუბნებით მოსწავლეებს, რომ ის ნიშნები, რომლებსაც აქ იღებენ, უნივერსიტეტის კარს გაუღებთ, მაგრამ ჩასარიცხად მხოლოდ აკადემიური მიღწევები საკმარისი არ არის. სწორედ ამიტომ ჩვენი კლასგარეშე პროგრამა შექმნილია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა უნივერსიტეტში წარდგენისას საკუთარი უნარების სრული სპექტრის წარმოჩენა შეძლონ. მაგალითად, გვაქვს დებატების კლუბი, ასევე გაეროს მოდელირების კლუბი. ამასთან ერთად ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ მოხალისეობასა და საზოგადოებრივ საქმიანობას. უნივერსიტეტებს სურთ დაინახონ არა მხოლოდ ის, თუ რას ამბობენ მოსწავლეები საკუთარ სამომავლო გეგმებზე, არამედ ითხოვენ მტკიცებულებას, დიდარ და განვითარებულ პორტფოლიოს. სწორედ ამიტომ აქვს ჩვენს მოსწავლეებს უნივერსიტეტებში ჩარიცხვის ასეთი მაღალი მაჩვენებელი. თუმცა, ჩემთვის მიზანი მხოლოდ მათი უნივერსიტეტში მოხვედრა არ არის. ჩვენ გვინდა, რომ იქ სწავლის პერიოდშიც წარმატებულები იყვნენ. ის უნარჩვევები, რომლებსაც აქ ვუვითარებთ, ეხმარებათ, რომ უმაღლეს სასწავლებლებშიც გამორჩეული შედეგები აჩვენონ. ისინი უკვე მიჩვეულნი არიან ინგლისურ ენაზე ყოველდღიურ კომუნიკაციას, ურთიერთობენ სხვადასხვა კულტურის ადამიანებთან, იცნობენ სამყაროს. ასე რომ BIST-დან უნივერსიტეტში გადასვლის პროცესი, სადაც არ უნდა წავიდნენ, ყოველთვის ძალიან წარმატებულია. თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლის კურსდამთავრებულების სწავლას მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში აგრძელებენ. რა შესაძლებლობები და მიმართულებები ეხსნებათ მოსწავლეებს სკოლის დამთავრების შემდეგ? ნამდვილად ასეა. თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლის მოსწავლეებისთვის ჩვენი A-level პროგრამით სკოლის დამთავრება ნიშნავს, რომ მათ მსოფლიოს ნებისმიერ უნივერსიტეტში შეუძლიათ სწავლის გაგრძელება. A-level-ი საყოველთაოდ აღიარებულია. მაგალითად, ჩვენი კურსდამთავრებულები სწავლობენ დიდ ბრიტანეთში, ეგრეთ წოდებულ რასელის ჯგუფის უნივერსიტეტებში. ეს არის 20 საუკეთესო პრესტიჟული უნივერსიტეტი, როგორიცაა ლონდონის King's College, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი, ასევე Warwick-ის უნივერსიტეტი. ჩვენი სტუდენტები სწორედ ამ ფანტასტიკურ ადგილებში ხვდებიან. ევროპაც ძალიან პოპულარული მიმართულებაა. ყავს სტუდენტები, რომლებიც ბიზნეს იტალიაში, ბოკონის უნივერსიტეტში სწავლობენ, ინჟინერიას ნიდერლანდებში, დელფტის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში, ასევე სტოკჰოლმის ეკონომიკის სკოლაში.
და რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. რატომღაც არსებობს მცდარი შეხედულება, რომ A-level პროგრამით ამერიკის უნივერსიტეტებში მოხვედრა რთულია, მაგრამ სინამდვილეში ეს პროგრამა იმდენად მაღალ დონეზეა შეფასებული, რომ ჩვენი სტუდენტები ამერიკაში ჩარიცხვისას დამატებით კრედიტებსაც კი იღებენ სწავლის დასაწყისში. მაგალითად, ყავდა სტუდენტები ემორის უნივერსიტეტში და წელს კიდევ უფრო მეტი მოსწავლე მიემგზავრება ამერიკაში. თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა აერთიანებს მასწავლებლებსა და მოსწავლეებს მრავალი სხვადასხვა ქვეყნიდან და კულტურიდან. თქვენი აზრით, რა გავლენას ახდენს ეს საერთაშორისო გარემო ბავშვის განვითარებაზე? ძალიან კარგი კითხვაა. ვფიქრობ, ჩვენი სკოლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობა სწორედ ჩვენი მასწავლებლები არიან. ვამაყობთ იმით, რომ ისინი არიან არამხოლოდ ინგლისურენოვანი პედაგოგები, არამედ აქვთ ბრიტანული სასწავლო სისტემის ან მისი ექვივალენტური სისტემების სრული კვალიფიკაცია. ეს ნიშნავს, რომ სკოლაში ბავშვი არამხოლოდ გარშემორტყმულია სხვადასხვა ეროვნების თანატოლებითა და სწავლობს მათ კულტურას, არამედ ყავს უმაღლესი დონის მასწავლებლები, რომლებმაც იციან, როგორ გამოიყენონ მაქსიმალურად ეს მრავალფეროვნება. გაკვეთილზე ჩვენ განვიხილავთ სხვადასხვა კულტურულ პერსპექტივას, ვადარებთ მათ ერთმანეთს, რაც ბავშვებს ემპათიისა და სხვების გაგების უნარის განვითარებაში ეხმარება. თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ ბავშვებით არ შემოიფარგლება. მშობელთა საზოგადოება სკოლის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ჩვენ ვართ დიდი ერთობა, რომელიც შედგება როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ოჯახებისაგან და ისინი ერთგვარ მიკროკოსმოსს ქმნიან ჩვენი სკოლის შიგნით. გამოდის, რომ ეს არის ორი ერთში, არა? საინტერესოც და სახალისოც და ნამდვილად არამოსაწყენი. დიახ, ნამდვილად. განათლება და სკოლა არასდროს არის მოსაწყენი. თუმცა მაღალმა მოლოდინებმა ზოგჯერ შესაძლოა წნეხით შექმნას. დამეთანხმებით, არა? დიახ, გეთანხმებით. და როგორ უზრუნველყოფს თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა იმას, რომ მოსწავლეები იყვნენ არამხოლოდ აკადემიურად წარმატებულები, არამედ ბედნიერები, თავდაჯერებულები და გრძნობდნენ მხარდაჭერას? ბრიტანული საგანმანათლებლო სისტემის ერთ-ერთი მთავარი ძალა სწორედ აკადემიურ სიმკაცრესა და მოსწავლეების კეთილდღეობაზე ზრუნვას შორის ბალანსია. ჩვენ გვაქვს სისტემების მთელი რიგი, რომელიც მათ მხარდაჭერაზეა გათვლილი. სკოლაში გვყავს კონსულტანტები, გვაქვს სახლისა და კლასის სისტემა. თითოეულ მოსწავლეს ჰყავს თავისი მენტორი მასწავლებელი, რომელსაც დილით სკოლაში მოსვლისთანავე ხვდება. მათ აქვთ 15 წუთი იმისთვის, რომ დაამყარონ პირადი კომუნიკაცია და მიიღონ მხარდაჭერა. მაგრამ თუ სტრესსა და შფოთვაზე ვისაუბრებთ, საბოლოოდ ყველაფერი იქამდე დადის, რომ მოსწავლეები ყველაზე მეტად მაშინ შფოთავენ, როცა რაღაცისთვის მზად არ არიან. ამიტომ გამოსავალი არის ის, რომ დიდ აქცენტს ვაკეთებთ აკადემიურ მოსწრებაზე, სწავლის უნარებსა და გამოცდებისთვის მომზადებაზე. როცა მოსამზადებელი პროცესი სწორად არის სტრუქტურირებული და მოსწავლეები კარგად არიან მომზადებულები, ისინი თავს თავდაჯერებულად გრძნობენ. შესაბამისად, შფოთვისა და სტრესის მომენტები მინიმუმამდეა დაყვანილი. როგორც ვიცი, ბოლო წლებში თბილისის ბრიტანულმა საერთაშორისო სკოლამ სოლიდური ინვესტიცია ჩადო სასტიპენდიო პროგრამებში. რატომ არის მნიშვნელოვანი სკოლისთვის ახალგაზრდების მხარდაჭერა და რა კონკრეტული შედეგი მოიტანა აი ამ პროგრამამ? ვფიქრობ, სკოლისთვის ეს უმნიშვნელოვანესია. ზოგადად მიზეზი, რის გამოც მე განათლების სფერო ავირჩიე, არის ის, რომ ჯერა ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნის. ყოველთვის ვთვლიდი, რომ ფინანსები არ უნდა იყოს ბარიერი. თუ სტუდენტს აქვს შესაბამისი უნარები, კარი აუცილებლად უნდა გავუღოთ. ერთ ამბავს მოგიყვებით. შარშან პირველად სკოლის ისტორიაში პრეზიდენტი გახდა გოგონა, რომელიც ჩვენი სასტიპენდიო პროგრამის სტუდენტი და მე-11 კლასის ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე იყო. მისი წვლილი სკოლის ცხოვრებაში მართლაც ფენომენალური იყო. დღეს ის იტალიაშია და ბოკონის უნივერსიტეტში სწავლობს. ეს ნათლად აჩვენებს, რომ ჩვენი სასტიპენდიო პროგრამა არ არის უბრალოდ ფორმალობა. ეს ჩვენი სკოლის განუყოფელი ნაწილია. და რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით მუშაობას მომავალშიც გავაგრძელებთ. ჩვენი მიზანია მივცეთ ადგილობრივ სტუდენტებს იმ საერთაშორისო განათლების მიღების შესაძლებლობა, რასაც აქვთ ავაზობთ. საუბარია 2 მილიონზე მეტ ინვესტიციაზე, არა? დიახ, ზუსტად. 2023 წლიდან ამხელა ინვესტიცია განვახორციელეთ. როგორც აღნიშნე, ეს ჩვენი ღირებულებების ნაწილია. ჩვენ ძალიან ერთგულები ვართ ჩვენი საქმის მიმართ. მართალია, საერთაშორისო სკოლა ვართ და ბრიტანულ სასწავლო გეგმას ვთავაზობთ, მაგრამ კარგად გვესმის, რომ თბილისში ყოფნისას ადგილობრივი საზოგადოებისა და ოჯახების მხარდაჭერა ჩვენი ვალდებულებაცაა. სულ ახლახან, მართალია ეს არ იყო სტიპენდია, მაგრამ ჩავატარეთ საერთაშორისო სპორტული ტურნირი, სადაც მოვიწვიეთ და დავასპონსორეთ ადგილობრივი გუნდები, რათა მონაწილეობის მიღება შეძლებოდათ. გარდა ამისა, როგორც ბრიტანული საერთაშორისო სკოლა საქართველოში, კარგად ვაცნობიერებთ, რომ ჩვენთან უამრავი ქართველი მოსწავლე სწავლობს. ჩვენთვის და ზოგადად სკოლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს არ გაუწყდეთ კავშირი საქართველოს საამაყო ისტორიასა და ენასთან. სწორედ ამიტომ ჩვენ ვაძლიერებთ ქართული ენის სწავლებას BIST-ში.
მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა კვირაში 5 საათი დაუთმონ ქართული ენის, ლიტერატურის, კულტურისა და ისტორიის შესწავლას. ამ ყველაფერს მათ ქართველი მასწავლებლები ქართულ ენაზე ასწავლიან. ეს კეთდება იმისთვის, რომ ჩვენმა ქართველმა მოსწავლეებმა არა მხოლოდ საერთაშორისო განათლება მიიღონ, არამედ შეინარჩუნონ საკუთარი ფესვები და საამაყო ქართული კულტურა. როცა მშობლები გეკითხებიან, რატომ უნდა აირჩიონ თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა თავიანთი შვილებისთვის, თქვენი აზრით, რა არის ის მთავარი, რაც ამ სკოლას გამოარჩევს? ვფიქრობ, თბილისში ჩვენი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი სწორედ ჩვენი საერთაშორისო საზოგადოებაა. ხშირად მოისმენთ სხვა საერთაშორისო სკოლებისაგან, რომ მათთან სხვადასხვა ეროვნების მოსწავლეები სწავლობენ, მაგრამ თბილისის ბრიტანულ საერთაშორისო სკოლაში ეს მრავალფეროვნება ნამდვილად ცოცხალია. ჩვენს თითოეულ კლასში სავარაუდოდ 10 სხვადასხვა ეროვნების ბავშვია, თუმცა პარალელურად ყავს 100-ზე მეტი ქართველი მოსწავლეც. ზოგჯერ ჰგონიათ, რომ BIS-ი მხოლოდ უცხოელი ოჯახებისთვისაა, მაგრამ სინამდვილეში ჩვენთან ადგილობრივი ქართველი სტუდენტებისა და საერთაშორისო საზოგადოების ფანტასტიკური სინთეზია. რაც მართლაც უნიკალურია, არის ის, რომ შესაძლოა სხვა სკოლებიც სთავაზობდნენ კემბრიჯის პროგრამას ან A-Levels, მაგრამ ეს უბრალოდ პროგრამის მიწოდების უფლებას ნიშნავს. BIS-ი კი იმით გამოირჩევა, თუ როგორ ვასწავლით. ჩვენი პედაგოგების კვალიფიკაცია და გამოცდილება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უბრალოდ კი არ ვასწავლით, არამედ ვასწავლით ზუსტად იმ სტანდარტით, როგორცაც დიდ ბრიტანეთში შევხვდებოდით. კობისის აკრედიტაცია სწორედ ამას უდასტურებს ჩვენს მშობლებს, რომ აქ მოსვლისას შვილებს ისე ასწავლიან, როგორც ამას ბრიტანელი მასწავლებლები გააკეთებდნენ ბრიტანეთში. სწორედ ეს განასხვავებს BIS-ის სხვა სკოლებისაგან. Definitely. And ნამდვილად ასეა. და ჩემი ბოლო კითხვა. ერთი წინადადებით რომ შევაჯამოთ, რა ტიპის ახალგაზრდების აღზრდას ისახავს მიზნად თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა? For me, I would say ვიტყოდი, რომ ჩვენი მიზანია აღზარდოთ მოსწავლეები, რომლებიც ამაყობენ იმით, ვინც არიან, რომლებსაც ჯერათ საკუთარი თავის და ზუსტად იციან, ვინ სურთ რომ გახდნენ. ახალგაზრდები, რომლებსაც აქვთ უნარები, აზროვნება და თავდაჯერებულობა იმისთვის, რომ სადაც არ უნდა აღმოჩნდნენ მსოფლიოში, მიაღწიონ წარმატებას და დადებითად შეცვალონ გარემო. wherever they are. thank you. დიდი მადლობა დათმობილი დროისა და მართლაც ძალიან საინტერესო ინტერვიუსთვის. დიდ წარმატებას გისურვებთ. Great success. დიდი მადლობა.